რის გამომეუბნებით ეგეთ რაღაცას. მილიონჯერ გითხარი, ნაგავს გულტოე. ანუ ეს არის სამშენებლო სამშენებლო კი არა, ჩემი სამსახურის შედეგად რაც რჩება. მე არ ვარ, ანუ მართლა გადაგიყებთ, აი თუ აი რასაც მეუბნები, თუ მართლა ეს არ ვანახო, აი ნებისმიერ ადამიანს მის მართლა შეუძლებს დაიცვა. მათხოვარი ვინც არის, მაგასაც განახებ. აი მართლა ვინ არის მათხოვარი და არ ვიმსახურებ ეგეთ რაღაცებს. რას ვაკეთებ ახლა აქ იყო ყველა ადამიანი დაინახეს რა მითხრეს ამ ხელა შვილის სტოლი ვარ მე დამლაგებელი არ ვარ აქ და ჩემ მოვალეობაში არ შედის რომ ეს ყველაფერი დავალაგო ხო აქ მუშაობ დილიდან 9 საათიდან მუშაობ 7-8 საათამდე მე 8-დან დაღლილი აქედან რომ დაღლილი გავolda დაღლილო ვიქნები მე ეს დავალაგო და ეს გავაკეთო გვანცა მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუმარი. მე ახლა შევეცდები დეტალებში გარკვევას, როგორც მე თავად, ისე ჩემს მაყურებელს გავარკვევ დეტალებში. აი ეს ვიდეო ხა რაც გავიდა ეთერში. რას მოხვა შენი მაშინდელი ხელმძღვანელი მამაკაცის ბატონი რეზოს აი ესეთი აგრესია. ანუ იმ კონკრეტულ მომენტში მისი ბრალდება იყო ის რომ თითქოს მე დავანაგვიანე გარემო და შემდეგ როცა წავედი სამსახურიდან არ დავასუფთავე. დანაგვიანებაში გულისხმობს ის ყოველ შემთხვევაში სამუშაო შედეგად დარჩენილ რაღაც კონკრეტულ ქაღალდის ნარჩენებს. მილიონჯერ გითხარი, ნაგავს გულტოე. ანუ ეს არის სამშენებლო სამშენებლო კი არა, ჩემი სამსახურის შედეგად რაც რჩება. მას სხვა მიზეზი ჰქონდა დარწმუნებული ვარ, ეს იყო თავისი გაღიზიანება, თავისი აგრესია. ბოლო პერიოდში იყო გაღიზიანებული თუნდაც იმიტომ რომ აი კონკურენტმა კომპანიამ რაღაც დანადგარი შეიძინა, რომელიც ერთ დღეში აკეთებდა იმ საქმეს, რასაც ჩვენ ერთი თვის განმავლობაში ვერ გავაკეთებდით, ანუ მანქანა დანადგარზეა საუბარი. და იყო ხოლმე გაღიზიანებულიო შეკვეთები დავკარგე რაღაცები, ანუ რაღაც შეკვეთები მოკლედ სხვა კომპანიამ ეს მისი პირადი გაღიზიანება შემოჰქონდა ჩვენ ესენასებით უსაუბრია კიდეც ამაზე, რომ აი ახლა იმანის ჩამოიტანა, მე შეკვეთები აღარ მექნება რაღაცები, ანუ მსგავსი ტიპის გაღიზიანება, ანუ უსაუბრია მეც ამის მომწევარ და პლუს ამას სხვა თანამშრომლობის თანდასწრებითაც. თქვენთან რა კავშირშია მისი კონკურენტის დანადგარი? არაფერთან არაფერ შუაში არ არის, მე ყოველ შემთხვევაში საერთო შუაში არ არის. და ეს არის რომ პირადი გაღიზიანება ჰქონდა და უბრალოდ მას იმ მომენტში მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში, რომ მას იმ მომენტში ჭირდებოდა დაცლა. და რატომღაც ჩათვალა რომ სუსტი რგოლი მე ვიქნებოდი და ჩემთან დაიცლებოდა თავისი აგრესიით. ეს იყო პირველი შემთხვევა აგრესიის? პირველი შემთხვევა არ ყოფილა. არა, პირველი შემთხვევა არ ყოფილა. იყო მანამდე როგორი რაღაცები იცით, ანუ სიტყვიერი რაღაც წაკბენები. იყო ასევე მარტის ინციდენტი, როცა ჩვენ ანუ ორსართულიანი შენობა მოკლედ და ჩვენ თავიდან პირველ სართულზე მუშაობდით. და შემდეგ მეორეზე აგვიწია მოსვლა რაღაც პირველზე გადანაცვლება მოხდა რაღაცების და მეორე სართულზე გვითხრა რომ ანუ დროებით თქვენი მაგიდები აიტანეთ ადით ვისაც ნახოთ ადგილი სანამ დავლაგდებით დროებით სადაც მოგიხერხდებათ იქ მაგიდები განათავსეთ. ნუ ყველამ რა თქმა უნდა თავის სამუშაო მაგიდა ყველა გოგო მინც იქ ვიყავით ვისაც ad უნდა იქ განათავსა და რა თქმა უნდა არ მოეწონა ჩემი მაგიდა აქ დავდე არა აქ ხელ შემიშლის აქ იყოს არა აქაც არ იყოს. და ნუ ბოლოს კითხე რომ აი ნუ სად წავიღო აი სად დავდო თავზე დამადე შენ ნაგლი ხარ მაგასაც იკადრებო რა და ნუ რაღაც თოდი სიტყვებიც მოაყოლა იმ მომენტშივე ეს მარტის ინციდენტს რაც შეეხება კიდევ როდესაც მისგან იგრძენით სუბიექტურად თქვენს მიმართ ამოჩენებული დამოკიდებულება რეპლიკა შეიძლება ყოფილიყო ერთ უმარტივეს მაგალითს გეტყვით კომპანიაში 2020 წელს დავიწყე მუშაობა და მე არ ვსარგებლობდი დაზღვევით რომელიც სხვა თანამშრომლებს ჰქონდათ სრულიად შემთხვევით გავიგე ერთმა გოგომ თვალის ოპერაცია გაიკეთა და რაღაც ესე საუბარში მოაყოლა რომ აი სამსახურის დაზღვევამ რაღაც ოპერაციის ნახევარი დამიფინანსა და მეთქი რომელი სამსახურის დაზღვევა შენ არ გააქვს რაღაც ეგეთი ის იყო და როცა მე უკვე გავიგე რომ დაზღვევა თურმე ყოფილა ჩემს სამსახურში და მე ეს არ მქონდა რომ ანუ მოვითხოვე რომ მეთქი მე რატო არა თვითონ მე პირადად შევედი ანუ რაზმაძესთან და უთხარი რომ ანუ თუ სხვა სანამშრომლებს აქვს მე რატო არ მაქვს და ნუ ბუღალტერთან გადამამისამართა შემდეგ მოკლედ რამდენიმე თვის შემდეგ ჩამსვეს ანუ ესეც ანუ არ არის გამორჩეულ დამოკიდებულებას თქო გამორჩეულს არაპოზიტიურ კონტექსტში თქვენს მიმართ ამ თქვენი ხელმძღვანელის დირექტორის მხრიდან სულ გრძნობდით კი გრძნობდი თუნდაც ანუ უნდა აღვნიშნო ეს ყველაზე
მეტად მტკივნეულია, როცა განსაკუთრებული ხაზგასმა იყო ხოლმე, ანუ შენიშვნებზე ვიზუალთან დაკავშირებით. ახალი წლის პერიოდი იყო და ესე შემოვიდა რა ჩვენთან სადაც ვისხედით ბავშვები მუშაობდით და ისე საზღვათაშორისოდ ვკითხა, აბა ვინცად მიდიხართ ახალწლად რაღაც რა გეგმები გაქვთ და ნუ ზოგმა რაღაცები დაასახელეს, მაგრამ ჩემი პასუხი იყო, რომ მე სოფელში მივდივარ. ნუ იქ მყავს ოჯახი, იქ არის ჩემი ესე თქვა ყველაზე გემრიელი ადგილი, ხო და ხო აბა შენ რესტორანში მინდა ყვატიჟებს. და ანუ აი ამ რაღაცებზე არ ვიცი, ანუ ეხაც როცა ეს თემის ფაქტი მოხდა, ანუ ნორმალიზდა ეს ყველაფერი ჩემში ხვდებით და თითქოს რესტორანში მინდა პატიჟებს თვით შეფასება გამინადგურა ადამიანმა. მერე და მერე ანუ ახლა როცა იქიდან გამომაგდეს და ეს ყველაფერი მოხდა, მერე გავიაზრე კიდე რაღაცები. ეს თქვენს თანამშრომლებს, სხვა ქალებს, სხვა ბიჭებს, ეს მოდათ, ქალები უფრო მაინტერესებს აი აქ სოლიდარობა იყო თუ არა? ანუ მე ხო სოლიდარობა რომ ყოფილიყო, ეს ყველაფერი რაც ახლა ხდება არ იქნებოდა. არ იქნებოდა თუნდაც ის ცილისწამებლური სრულჩვენებები, რომელიც როგორც აღნიშნე სასამართლოზე ორმა ჩემმა ყოფილმა თანამშრომელმა ესე ანუ რომლებიც დღემდე არიან ამ კაცის ხელფასზე. რომლებიც დღემდე ხო ამ კომპანიაში მუშაობენ და რომელთანაც უბრალოდ არ მქონდა ცუდი ურთიერთობა. და ვერ წარმოვიდგენდი თუ მსგავს რაღაცებს იკადრებდნენ. სასამართლოში საერთოდ მთავარი არგუმენტი მოსამართლის მხრიდან, სამართლებრივი არგუმენტი, როდესაც ადამიანს აყავებენ, არის ის, რომ მას შეუძლია მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენა. როგორც წესი, მოსამართლე გირაოს არ უკმაყოფილებს ამა თუ იმ დაკავებულ და ბრალდებულ ადამიანს, თუ არსებობს 10%-იანი შანსი მაინც იმისა, რომ მას ზეგავლენა მოახდინოს უკაცრად მოწმეებზე. როდესაც ეს მოწმეები დღემდე ფინანსურად ამ კაცი ადამიანი ჩემი ინფორმაციით 4, ანუ არ ვიცი, ზოგი წავიდა როგორც ვიცი და ზოგი ნუ 4-ზე ზუსტად ვიცი რომ იქ მუშაობს. როგორც ჩანს მათ დაავიწყდათ რომ სრულჩვენება დანაშაულია და ამ ყველაფერს აუცილებლად ნუ მე და ჩემი ადვოკატი ვფიქრობ რომ სამართლებრივად მივხედოთ, რადგან მოსამართლემ საბედნიეროდ და ეს დისციპლინური საჭირო დანაშაულის მიღმა ხომ არსებობს ის ერთი წუთი, როდესაც ჩვენ თავთან აი ძილის წინ, როდესაც ჩვენ თავთან მარტო რჩებით და ის ერთი წუთი რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი წუთი და შესაბამისად ვიდრე სამართლებრივ ნაწილზე მივალთ, ვიდრე იმაზე ეს კანონიერე თუ კანონო აქვს, ხო ჩვენი შინაგანი კანონები გვაქვს მორალური ნაწილი, როდესაც იცი რომ ამბობ იმას, რაც ტყუილია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რაც სხვა ადამიანს აზარალებს, მაგრამ სამოქალაქო ნაწილში თქვენ პროცესი მოიგეთ. სამოქალაქო ნაწილში თითქმის ყველა მოთხოვნა, რაც გქონდა, მოსამართლემ საბედნიეროდ დააკმაყოფილა. დაიკისრა გარკვეული ფინანსური 5000 ლარი ცემისთვის. 5000 ლარი მორალური ზიანის. ხო, ანუ თქვენი მორალური ზიანი ვინ დაადგინა, რომ 5000 ლარი იყოს, როდესაც ამ ხოლმე მოტროკი კაცი გწამს. არ ვიცი და გამოძიებასთან მიცემულ ჩვენებაში მიწერია, რომ ვიგზენი თავში როგორ მომხდა და ხელში ჩამარტყა ტელეფონი გამაგდებინა. კადრები რო ვნახე, ანუ დაკითხვამდე მე სანამ გამოძიებაში და გამომძიებელის მიერ დავიკითხებოდი, ეს კადრები არ მქონდა ეს ჩანაწერი ნანახი შიდა კამერის მიერ გადაღებული რაც არის და მე აღვიდგინე უფრო რაღაცები, რომ თურმე რახელი თავში მოგარტყა სამხარაულშიც რომ წამიყვანეს, იქაც როცა ანუ მითხეს რომ აი რაღაც ტანზე გაიხადე და გათვალიეროთ, არა მეთქი თავში მომხდა და ანუ არ მაქვს მეთქი სხეულზე არაფერი, თავში ვიგზენი რაღაც მოხვედრა და ნუ არა მაინც გაიხადე და სილურჯეები მაქვს, ანუ დალურჯებული ვარ სხეულზე. რომ აი ამ ხელა ადამიანმა არა ბევრი რაღაც არ მახსოვდა. და მერე თუნდაც აი ბავშვებით, ის ბავშვები, რომლებიც სამსახურიდან წამოვიდნენ სოლიდარობის ნიშნად, რომლებიც დღემდე მხარში მიდგნენ. იყვნენ ასეთები? კი. კარგით რა. ხო, 3 ადამიანი და მადლობის მეტი რა მეთქვის. მადლობის მეტი არაფერი არ მეთქვის მათ მიმართ. და ანუ თვითონ მიყვებოდნენ, რომ აი როცა ეს ყველაფერი დაიწყო, თუ რა სახე მქონდა, როგორ გადამივიდა ფერი, გაშეშებული და ანუ გაფითრებული ადამიანი, აი ყვა ჩამოვარდნილი იყავიო, ერთი გოგო მეუბნებოდა, რომ შემოხედეო. ყველა ადამიანში მე მგონია, რომ სინდისი არსებობს და ოდესღაც გაიღვიძებს და თვითონ შეჭამთ ეს არასწორი მხარის არჩევა და მე ანუ აი სამსახურიდან წამოვიდა გოგო, რომელიც მარტოხელა და ინვალიდი მამა ყავს და აი მარტო აკეთებს ყველაფერს თავის ცხოვრებაში. და ეგეთმა გოგომ გარისკარო, აი ამ ყველაფერს დაუპირისპირდა. და ეს ერთი თამარი მირჩევნია, მე იქ დარჩენილ ბევრ ადამიანს, რომელმაც მართლა გადაწონა სხვადასხვა რაღაცები და ამიტომ ასეთი ადამიანები გვაძლევენ ჩვენ რაღაცნაირ მაგალითს, ზოგადად ჩვენზე გავლენასაც ახდენენ.
ესეა ნამდვილად და ასეთი ადამიანების არსებობა არ ცხვანთ სხვანაირებს. ამიხსენი რეზო რატომ არ ზის ციხეში? რას გეუბნება პროკურატურა? არ ვიცი, პროკურატურა მეუბნება დაგირეკავთ. ეს ხო არ არის გამოსაძიებელი ფაქტია, რომ ადამიანი გცემს. მეც მანდ ვარ ნანუკა და ეგ მაღიზიანებს ყველაზე მეტად რომ 17 თვე არ დამიცვა. ანუ არ ვგზნობ თავს უსაფრთხოდ, იცი როგორ მეშინია? დედას გეფცები პირველი განსაკუთრებული, ანუ როცა ეს მოხდა, სახლში მარტო ვერ რჩებოდი. როცა არ მეგულებოდა ვინმე დასარჩენი, რომ ჩემთან დარჩენილიყო და მარტო არ ყოფილიყავი, ანუ სოფელში მივდიოდი ხოლმე ჩემთან, რომ იქ მშვიდად დამეძინა, რომ იმდენად შიში მქონდა. ქუჩაში წითელმაისურიან კაცს რო ხედავდი, რაღაც პანიკები მეწყებოდა და შიში მეწყებოდა. ჩემს სიზმრებში დღემდე არის, ხან ჩემი სკოლის დირექტორი არის სიზმრში, ხან ჩემი ყოფილი ანუ სადაც კი რაიმე წარსულში გამიკეთებია, სადაც კი მყოფილ ვარ, ყველა სიტუაციაში მესიზმრება ეს ადამიანი. ჩვენ დღეს მივალთ მათთან სტუმრად და მე შევეცდები გავარკვიო ეს ადამიანი ნახო. კონცა ადამიანების დამოკიდებულება, გამოხმაურება გახსოვს, აი უცნობების. კი და მადლობა ყველას თითოეულ მათგანს ესე ერთად ცალ-ცალკე და სათითაოდ აღებულს, იმიტომ რომ იმდენად დიდი მხარდაჭერა ვიგზენი ამ ყველაფერიდან გამომდინარე, რომ არ ველოდებოდი. ჯერ თუნდაც ის იყო, რომ არ ვიცოდი რა გამეკეთებინა თავიდან, რისი უფლება მქონდა, რისი უფლება არ მქონდა და ყველაფერი ისე მიქცია, როგორც იყო საჭირო, სამართლებრივი ფორმით. და ერთი ადამიანის კომენტარი მახსოვს, მამაკაცი იყო თორემ ნუ რა მნიშვნელობა აქვს ეს, რომელმაც მომწერა, რომ ანუ შვილო არ დაიძინო, არ დაიღალო, ბოლომდე იბრძოლე. და ასეთი ადამიანები იმ ხელა ძალას და мотиваციას მაძლევენ, რომ მართლა არ მაქვს ახლა მეუფლება, რომ სადმე რამე ანუ გავჩერდა. და ძალასაც რომ ხელა და პლუს ამას მე მექნება იმის შეგრძნება, რომ ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო. და დამატებით რა გამოვიდა, რა არ გამოვიდა, ეგ არ ვიცი, მაგრამ მე ჩემ თავთან მექნება იმის შეგრძნება, რომ რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე. ჩვენ ახლა მაყურებელს უნდა ავუხსნათ, რომ მივდივართ იმ ოფისში, სადაც ჩვენ იმუშავე 3 წელი. არ თუ ისე მეგობრულ გარემოში. ეს არის სტამბა, მე მინდა რომ ნახო თავარი ფიგურანტი ამ გადაცემის ნეგატიური გმირი. იგამართლე რომ საშიში ძაღლები ყავს, მაგრამ ხო. მაგრამ არა უშავს. ძენ წადი ცოტა ითი. აი ეს არის. მოვედით მისამართზე. რეზონი რეზოს გამოქვია? ბატონო რეზო! ბატონო რეზო! ბატონო რეზო! უკაცრავად! ბატონო რეზო! ბატონ რეზოსთან რა თუ შეიძლება? მადლობა. მადლობა. აშკარად გიცნეს და არ დაეხარდათ ჩვენთან. მგონი ბატონ რეზომ დაგვინახა. სამოდან თქვა. გამარჯობათ. როგორ ხართ? კარგად. გაიხარდა ჩვენთან. ბატონ რეზოს რა უთხრათ? ბატონ რეზოს. ყველა ვინ ჩამოვიდა დავკარგეთ. ბატონ რეზოს რომ გააგებინეთ შეიძლება? რასთან გავარკვევ? კი, უთხარით რომ ტელევიზიები მოსული. რასთან დაკავშირებით? თქვენი აზრით რასთან დაკავშირებით ვიქნებით? მე მგონია რომ იცით, ბატონ რეზოს რა პრობლემა აქვს. არ იცით არაფერი თანამშრომელის ცემა? არ გაქვთ ეს ვიდეო ნანახი? ადამიანური სოლიდარობა სად არის ამ დროს? როდესაც გოგოა ნაცემიდან პლუს ამბობთ. იქნებ გადასცეთ რომ ქვემოთ ვართ. მე კარგი გადაგვა. ხო გითხარ წავად. მარტინ.
ჯერა რომ ძაღლია უშვა ბოროტმა კაცმა. გამარჯობათ. გამარჯობა. არა, მადლობა, ყველაფერი კარგად არის, მადლობა. ოფისში იქნა მოვიფიქროთ, რას ვიზავთ. მეგობრებო, ძაღლები აუშვეს. შემოდით რა. მასალაში გვაქვს რა გამოდიან თანამშრომლები, ძალიან ისეთები, ამ კაცისკენ თანამშრომლები რა. რა გავაკეთოთ? ანუ კაცამდე როგორ მივიდეთ? ეს კაცი იქიდან გავიცვლელი არ არის? იქვე უდგას ფურგონი, სადაც გამერჩება. რა დავაკეთოთ? სატელეფონო. ბატონო, სადაც? ალო? ბატონო რეზო, დღეს თქვენთან ვიყავით და თქვენ არ გამოხოდით ჩვენთან სასაუბროთ. გამარჯობათ. გამარჯობათ. რატომ არ გამოხოდით ჩვენთან სასაუბროთ დღეს? ჩვენთან ვიყავით მოსული? კი, ოფისში. თქვენი ძაღლები გავიცანით. ჩემთვის არავის არ ვთქვი არაფერი. ბატონო რეზო, ალბათ ვთებით რა ფაქტთან დაკავშირებით გვინდა და გასაუბრება და გვინდა და რა თქვენი პოზიციისთვის მოგვესმინა. რა თქმა უნდა, იმიტომ ყველაფერი სამწრივად მიდის და ჩვენი მხარეს თითქმის არავინ არაფერს არ გვეკითხება, რაში იყო საქმე. ხოდ რა ვიყავით მოსული და ძირითადად ძაღლებისგან გავრბოდით. რომ მოვიდეთ გაგვესაუბრებით? კი ბატონო, მოვძამდით. ოფისში ხო? ხო. მადლობა. ბატონო რეზო. 3 საათია ზუსტად. როგორც დაგვიბარა ისე მოვედით. გამარჯობათ. ბატონმა რეზომ დაგვიბარა 3 საათზე. თუ შეიძლება. დარწმუნებული ხართ რომ ძაღლი დაბულია, ხო? აქ თუ კიდევ ზემოთ. გამარჯობათ. რო გვიღებთ საასაყვარლობა. არ არის არანაირი პრობლემა. შეგიძლიათ აქაც მივიდეთ. გულწრფელად ვიყოთ მართლა გეუბნებით უკეთესი იქნება. ბატონო რეზო, ჩვენთან მოვიდა ქალბატონი გვანცა. უბრალოდ მოვიდა არასწორი სიტყვა ვაშუქებთ ამ ამბავს და გვინდოდა რომ თქვენთვისაც გვეკითხა რის ხარჯზე ხდება ის რომ სისხლის სამართლის პროცესი არ დაწყებულა ჯერ საქმის განხილვა. მაგ საკითხს იმიტომ მინდოდა რომ ეს სისხლის ადვოკატიც ყოფილიყო და ის უფრო კარგად გაგისაუბრებათ ვიდრე მე ამ საკითხს. ხო, მაგრამ თქვენ როგორ გონიათ? ანუ როგორ ხდება ისე რომ აღბეჭდილია დანაშაული, დაფიქსირებულია, გადაღებულია და ხდება ისე რომ ეგ არის სიმართლე რო გითხრათ, ეგ არის იქ მიჭრილი, მოჭრილი, ამოჭრილი, გადაჭრილი, ეს არის ყველაფერი. რაც არ უნდა ამოჭრილი იყოს, რაც არ უნდა ამოჭრილი იყოს. კადრში ჩანს რომ თქვენ მასზე ფიზიკურად ძალადობთ. ანუ თუ ერთი შეკითხვა შეიძლება დაგისვათ. ორი. არ ქონია ჩემ ხევარ ადამიანს ეუბნებით რომ ამას ნუაკეთებ, ამას ნუაკეთებ, ამას ნუაკეთებ, ამას ნუაკეთებ. ჩემ შულს საბას. მილიონჯერ. კი, მილიონჯერ ვეუბნები და ესე იგი, აი ხა თუნდაც დაგათვალიერებინებთ ადგილს თანამშრომლების ზიან და იგივე ბიჭებთან განახეთ რა სისუფთავეთ არიან. ეხლა შეიძლება რაღაცა დაგივარდეს, მაგრამ აი რო შეჭამ და იქვე დააგდებ და ბატონო რეზო, რაზე ვსაუბრობთ ჩვენ? აი რის გულისთვის მე თქვენ შეკითხვას გისვამთ. კი, მაგრამ ხალხზე ფიზიკურ ძალადობას და თქვენ მემოვნებით ძირს დაგდებულ საკვებზე ვიდეო ფირი არსებობს და რას მოლაპარაკებთ? სხვადასხვა ვიდეოს უყურებთ ჩვენ? არა, მე შემიძლია რომ გაჩვენოთ იმ ვიდეო, რომელზეც მე გისაუბრებ. არა, ეს ფაქტი არ არის. უკაცრავად. აჩქარებული კადრია და თუ შეიძლება რომ ვანახოთ. შეუძლია. დიახ. მე ვარ ბატონო ეზოს ადვოკატი ოღონდ სამხარკო. დიახ. რომელიც წააგეთ. მაგ ეხლა ჩავერთე და სხვა. თქვენ მაშინ არ ყოფილ ხართ. გასაგებია. იმ წაგებულ საქმეს თუ საქმე ასუქს ვაგი, მაგრამ რაც შეიძლება ეხლა უშუალოდ ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს. ბატონო ეზოს ყავს სისხლის სამართლის მიმართულებით ადვოკატი, რომელიც იცავს მისი მესმის სამართლებრივ მე წმინდა მორალური ნაწილი მაინტერესებს, რომელზეც ადვოკატი ვერ გასულს. როდესაც შემოგზავნით
თქვენ გქონდათ აყენება იმაზე, რომ რატომ გაჭიანურდა. დიახ, 17 თვეა რატო არ დაიწყო პროცესი. ის რომ პროცესი ჭიანურდება, არ ვიცი ვისი მხრიდან. შესაძლებელია სადღაც პროკურატურაში ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ მეორე ხარისხოვანი მნიშვნელობის საქმეა. ნაცნობი ხალი. ხო, არა, ეს შეკითხვა მე თუ მკითხავთ. გარწმუნებული ბატონ რეზოსთან არ არის. ბატონო რეზო, თუ შეიძლება რომ აი ამ ვიდეოს უყუროთ ახლა ჩვენ ერთად. თუ შეიძლება რომ აი ამ არა, თუ შეიძლება დამონტაჟებული თქვენ არ ხართ? არა, მე ვარ. თქვენ ხართ? მაგრამ აი ერთი მომენტი მინდა გითხრათ, როდესაც თქვენი მეგობარი თუ არ ვიცი როგორ მოგმართოთ, ამბობს რომ მაგ ფიზიკურ ძალადობა არ ყოფილა. ტელეფონის წარსულს მინდოდა მხოლოდ. არა, ეს არის დარტყმა, ეს რა არის? ეს რა არის, ბატონო რეზო? არ არის დარტყმა. ეს რა არის? ძირს აგდებთ ქალბატონს და ის უშყავთ. ვარდება პალეთ წამოკრა ფეხით. ანუ თქვენ მანამდე მისთვის ხელი არ გაგიტყიათ? ანუ ეს თქვენი ხელები არ არის მის ჩემი ხელზე? ხელი არის, მაგრამ არ ხდება მაგას ეს ხელი. რას მოლაპარაკებით უკაცრავად? შეიძლება იგივე გავაკეთო ახლა მე თქვენთან მიმართებაში? შეიძლება უბრალოდ მინდა რომ იგივე გავაკეთო ბატონ რეზოსთან მიმართებაში. იგივე გავიმეორო მინდა და მაინტერესებს ხელის დარტყმა იქნება თუ არა. ანუ მე რო ეხა იგივე გავაკეთო ბატონი რეზო ფიზიკურად აესე ვიძაოდო მასთან როგორც აქ იყო ხელის დარტყმას ჩამithვლით თან გადაიღეთ თუ შეიძლება და თქვენ ნახეთ არ არის პრობლემა ხო და ეს რა არის ეს რა აჩქარებული კადრია. კი ბატონო მომიტანეთ თუ შეიძლება ანუ თქვენ არც სინანული გაქვთ არც პრობლემა გაქვთ იმასთან დაკავშირებით გულწრფელად მეგონა რომ დამხვდა რომ გამომიჭიროთ იმაში და რაღაცა ესა. კი არ ვცდილობ რომ გამოგიჭიროთ მე ვცდილობ რომ თქვენგან მივიღო პასუხი როდესაც ასე იძალადეთ ხალბატონზე რატომ ხართ თავისუფალი ანუ მართლა მოხდა შეკითხვა რა ნახეთ კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ იმას რაც წერენ ეს შეკითხვა რატომ არის ბატონო რეზო თავისუფალი ბატონო რეზო არ არის პროკურატურასთან მესმის ახარაზეც პედალირებ შეფასება სამართლებრივი შეფასების ნაწილში ჩემი კარგით ადამიანური ნაწილში გავიგეთ შეიძლება დაყალიბდეს ადამიანური თვალსაზრისით აი ადამიანური თვალსაზრისით ეს გიქმნით თუ არა დისკომფორტს მორალურ ნაწილში სამართლებრივად ნოლაპარაკებით თუ ადვოკატმა არ იცისო მაგრამ თელი შემოტევა არის ფირმაზე აი ფირმა რა შუაშია მასში შეფერდა. თქვენ წარმოადგენთ ფირმას, თქვენ წარმოადგენთ ამ ფირმას, თქვენ თანამშრომელი იყო ის თქვენი არც ბიზნესში იყო და არც მამიდაშვილი. და პროტესტის ნიშნა წავიდნენ აქედან ადამიანები. რას ლაპარაკობთ? ეხლა მაგას როგორ ამბობთ? აი რატო გჯერა? წასულა პროტესტის ნიშნა. აბა რატო წავიდნენ? იმიტომ რომ მაგან და მეორე დაქალი ყავდა, რომელიც ამოუდგენ მას გვერდში და ვინც კი ჩემ ხარეს მოწმე იყო, ყველას აშანტაჟებდნენ. რა ბერკეტით და თქვენი თანამშრომლები რომლებიც უკაცრავად თქვენი თანამშრომლები რომლებიც დღემდე თქვენთან არ მუშაობენ მოწმეები რო არიან სწორია რომლებზეც შეიძლება თავიდან ბოლომდე ზეგავლენის მოხდება რომლებიც ფინანსურად არიან თქვენზე დამოკიდებული ბატონო რეზო დღეს უკვე დაიკითხენ და მეტი არც რას ნიშნავს გასაგებია ეს ადამიანები თქვენზე ფინანსურად დამოკიდებულებია თავის ერთი რაც მიცეს ჩვენება იმას ხო ერთია საგამოძიებო ჩვენება და მეორე სასამართლო ჩვენება ერთმანეთისგან განსხვავებული დამოუკიდებელია ბატონო რეზო და მე მაქვს სხვა შეკითხვა თქვენ თუ ამბობთ რომ გოგომ მოახდინა ზეწოლა ვინმეზე თქვენ არ ახდენ ზეწოლას თქვენს თანამშრომლებზე რომლებიც თქვენი ოქროს მოწმეებია აბსოლუტურად არა გასაგებია თქვენი გასაგებია თქვენ რასაც ფიქრობთ თქვენ ახლა აქ დეტალებზე ხელი მოხდა თუ არა მაყურებელმა გადაწყვიტოს და დანარჩენი იმედია რომ სასამართლოში გაირკვევა თქვენ ადამიანი რომელიც ფიზიკურად ასაძალოდობთ რა სტანდარტები არ მოგწონთ მისი და უწუნებთ რაღაც გაღიზიანებთ ადამიანს რო დაასუფთავეთ არ დაასუფთავეთ მე რა უნდა ცემო არ მიცემია მაშინ აიღო ტელეფონით გადაღება დამიწყო და მე ამ ტელეფონის ის იმიტომ ბევრი რაღაცა იბეჭდება სახელმწიფო საიდუმლო რა მასალებიც არის აქ იბეჭდება და თქვენ ამაზე იდარდეთ როცა ტელეფონი ხელიდან დააგდებინეთ ზუსტად ეს იყო დიახ ზუსტად ეს იყო რომ სახელმწიფო საიდუმლოება არ შეიძლება გადაღება მას სახელმწიფო საიდუმლოებას იღებდა იბეჭდება სხვა შეკითხვა მაქვს სახელმწიფო საიდუმლოებას იღებდა თუ თქვენს მიერ წარმოქმნილ ძალადობას მაგრამ შეკვეთები იდო სადაც ეს შეკვეთები იყო რომელიც ბევრი არის ნაწილი ადვოკატი ყავთ გამოსაცვლელი ისეთ ვერსიებს გირჩევთ არასწორი ვერსიებს გირჩევთ და გამოსაცვლელი ყავთ გადაღება აბა რა შეკითხვა სვამ სახელმწიფო საიდუმლოებას იღებდა თუ თქვენ გიღებდათ რომელიც მასზე ძალადობდით და თავს იცავდა იბეჭდება ესეთი მასალები სხვა შეკითხვა გავიგე რომ იბეჭდება რას იღებდა
რას იღებ და არ შეიძლება საერთოდ წესით გადაიღო. ანუ თქვენ რომ ასე ძალადობდით არ უნდა მე გადაიღო? მინდოდა ტელეფონი წამერთვია, მეტი მათ არაფერი არ ხო. და რა უფლებით ხელში ჩარტყმით და შემდეგ რაც გააგზა. მან ხელიდან ხელში გადაიტანა ტელეფონი და დაავარდა. ხელიდან ხელში გადაიტანა დაუვარდა, პალეც ფეხი წამოყრა, გასაგებია თქვენი პოზიცია. ეს დათქმა? ხო, ეს დათქმა. არ არის. მე არ ვარ ნანუკა, მე ვარ ვინმე დათო და წავედი ახლა. ძალიან დიდი მადლობა. კარგით. იმედია სამართალი იზეიმებს ამ თემასთან დაკავშირებით. გასაგებია ყველაფერი, მაყურებელმა თავად გადაწყვიტოს, თავად გამოიტანეთ დასკვნები, თავად გადაწყვიტეთ. ასეთი მასალის დროს წამყვანის რეპლიკები ზედმეტია, დასკვნები და ჩემი ემოციები. მე ემოცია ალბათ მეჭირა, რისი სურვილი მქონდა ალბათ ეგეც ნახეთ, მაგრამ სხვა არის ჩვენი სურვილები, სხვა არის ჩვენი რეპლიკები და სხვა რასაც თქვენ ხედავთ. აქ ახლა ყველამ თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, რა დაინახეთ კადრში და რა პასუხები მოისმინეთ. ეხა უკვე სხვა ადამიანი ხარ ოღონდ, მე ფაქტურად შენ არ გიცნობ. ესე გამოდის. მართლა ოღონდ. სოფი არის ჩემი რესპონდენტი წარსულში, მაგრამ მაშინ იყო რამდენი კილოთი მეტი? 80 კილოგრამით მეტი. 80 კილოგრამით მეტი, მაგრამ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო გოგო, რომელსაც 80 კილოგრამით მეტი საკუთარი სხეული უყვარდა ძალიან. ზუსტად ისე როგორც ახლა და ჩვენ ყოველთვის ვიტყვით, ვამბობთ და ყოველთვის ვიქნებ იმ პოზიციის გამომხატველი, რომ კილოგრამი არაფერს ადამიანის ცხოვრებაში არ განსაზღვრავს. თუ მას თავად არ უქმნის დისკომფორტს, ჯანმრთელობას დისკომფორტს და თუ მას თავად არ სურს, რომ რამე შეცვალოს და თუ სურს კიდევ ღმერთმა მშვიდობაში ვის რაც როგორც შეცვლის, მხოლოდ მისი გადასაწყვეტია რა და დანარჩენი ზოგადად წონაში შეიძლება ბევრად უფრო სექსი იყო. ვიდრე გამختარი მე ჩემი საყვარელი ფავორიტი ტოპ მოდელები რო იცოდეთ არიან ლარჯები და პლუს საიზები. მაგრამ მაშინ ჩვენ მახსოვს საუბრობდით ამ ხალხ კომფორტი ჰქონდა საკუთარ სხეულთან. და მაშინაც აღნიშნე რომ გეგმავდი ბარიატრიას, როდესაც მე ფსიქოლოგიურად და ემოციურად ვიქნებოდი ამისთვის მზად, რა თქმა უნდა. ძალიან დიდ ხანს ვფიქრობდი. და მეშინოდა, იმიტომ რომ დადიოდა, ანუ როგორ გითხრათ, ძალიან ბევრი ამბავი ცუდი დასასრული მესმოდა, ესე რომ ვთქვათ და რაღაცა ცუდად იყო აღქმული, რომ ეს მაინც ოპერაცია არის და ამას შეიძლება რაღაცა ცუდად დავამთავრო ამით. დღესაც ძალიან სამწუხაროდ ბევრი ცუდი ამბავი მესმის ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩემი აზრით სანამ ესეთ ნაბიჯს გადადგავ, აუცილებლად უნდა გამოიკვლიო, როგორ კეთდება, რანაირად კეთდება და ეგ ამას აკეთებს ის როგორ აკეთებს ამ ოპერაციას. და ალბათ უნდა გამოიკვლიო რისი რესურსი გაქვს თავად, არა? რა თქმა უნდა. შენს მეტალურ ჯანმრთელობას რისი რესურსი აქვს? შენს ფსიქიკა რისთვის არის მზად? ჩემი აზრით, პირიქით ბარიატრიამ ეს ყველაფერი უფრო დამილაგა. პირიქით, ხო, გეთანხმები? პირიქით. კი, ანუ განა იმიტომ რომ გრევს, მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში, როდესაც ამხელა ოპერაციაზე წვევი და ამ ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, ყველაფერი შესწავლილი უნდა გქონდეს და იმის მიღმა დრომ თავიდან აირიდო, რაღაცა გართულებები და არასასიამოვნო. ჩემს ირგვლივ ვინც გაიკეთა ოპერაცია, ყველა ბედნიერი ამ დრომდე, მაგრამ სოფი რა იყო ის ერთი წუთი, რამაც ეგ გადაწყვეტილება მიგაღებინა, იმიტომ რომ მე შენ ხედავდი, მიუხედავად იმისა, რომ პლუს 80 კილო იყავი, ძალიან ბედნიერს, ძალიან კომფორტში საკუთარ სხეულთან, ძალიან დაალაგებული ცხოვრებით, ანუ ეს არ გაწუხებდა. ეს ერთი დღე რა იყო, როდესაც აი მიიღე გადაწყვეტილება, რომ უნდა შევცვალო. მე ვიყავი ჭამაზე დამოკიდებული. საკვებზე დამოკიდებული. საკვები იყო ჩემი ბედნიერების წყარო. როდესაც ადიქცია გაქვს, ვისაც ახლა ადიქცია აქვს, ის დამეთანხმება, რომ ნებისმიერი ადიქცია. ნებისმიერი ადიქცია, დიახ, ეს არის თითქოს შენი რთული სიტუაციიდან გასაქცევი გზა, როდესაც გონება იღებს სიამოვნებას და საჭმელზე ამის გამო უარს ვერ ვიძახდი. არა და ძალიან დიდ ხანს ორთვიანი შიმშილებიც გამიკეთებია, გამომიცდია მასაჟები, რაღაცა ჯადოსნური კოქტეილები, ყველაფერი თქვენ თითი დაადეს მე გამოცილი მქონდა. და ბოლოს უბრალოდ ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში, აი ფინანსურად როდესაც დავალაგე, შემოსავლის კუთხითაც როცა საქმეები დავალაგე, აი ყველაფერი როცა მომიწესრიგდა, უკვე დრო იყო რომ ჩემს თავზე გამემარჯვებინა. და მაინც ბოლო გზა, როდესაც იცი რომ ესეთი ოპერაციები არსებობს, რომელიც ასე წარმატებით ტარდება, რომ შიმშილობ, ამაზე გეფიქრება, იმიტომ რომ შიმშილი ჩემთვის უტოლდებოდა ჩემს ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ხო, უტოლდებოდა კი რა ეგ არის.
მე თუ ვიღებ გადაწყვეტილებას რომ რაღაც უნდა ამოვიღო რაციონიდან, შფოთვა მეწყება. როგორც კი ჩემ თავს რაღაცას უგრძალავ და ვეუბნები რომ შენ ახლა მოდი ეს ამოიღე, მოდი ტკბილი გააქრე ცოტა ხანი და შფოთვა მეწყება. რასაც გიგზავნებენ ის ზუსტად და გინდება სკოდა სტრესში აგდებ ორგანიზმს და ამიტომაც ახლა ის რომ შიმშილობ ადამიანის მით უმეტეს ქალის ორგანიზმი, იმიტომ რომ ქალის ორგანიზმი და მამაკაცის ორგანიზმი ბიოლოგიურად განსხვავდება. ქალი არის შემგროვებელი, მამაკაცი არის მხარჯველი. ვარჯიში მოქმედებს მამაკაცისთვის, რა თქმა უნდა, მაგრამ ქალისთვის ეს ძნელია, რომელსაც ახლა 9 to 5 სამსახური აქვს და აი არ შემეძლო უბრალოდ ჩემ გონებას 9 to 5 სამსახური მე ძილმოდურ მე 90-იან წლებში ვიყავი ამასაკში 9 to 5 ანუ 9-დან 5-მდე სამსახური office job ეგრეთ წოდებული არა და რა მარტივია 9 to 5 ძალიან კაი სამსახურია კაც სად არის ეგეთ სამსახურები 9 to 5 9 to 10 როცა არის მაგ დროს რა ხდება მაგ დროს უკვე შრომის კოდექსი უნდა გადაშალოთ ამ შემთხვევაში უბრალოდ პრობლემის არსი უნდა მოკვეთო თავში რა. რა იყო შენი პრობლემის არსი? ძალიან დიდი კუჭი, რომელიც სუნთხოვდა ჭამას. ხო, რომელსაც ვერ გაავსებდი, იმიტომ რომ რისერჩის დროს მე ჩემ თავს იმიტომ ვაძლევ უფლებას, რომ მამაზე ვილაპარაკო, ჩვენ რისერჩის დროს გავიარეთ თემები, რაზე ვსაუბრობ. შენ ჩემს პროდიუსერს მოუყავ ესეთ რამე, რომ ოპერაცია რო გამიკეთესო, ქირურგმა მითხრა, რომ ამ ხელა კუჭი ნანახი არ მქონდაო. ანუ წარმოგიდგენთ. სიმართლეა. მე თვითონ რომ მაჩვენეს ჩემი კუჭი ვერ სად მეტეოდა თქვა ნუ ეს რამხელა არის თქო ძალიან დიდი კუჭი გაბერილი კუჭი შემოიტანეს ესე რომ ვთქვათ რა ძალიან მიყვარდა ის ჩემი კუჭი და მე ერთ პერიოდში მეთქი ხო არაფერი რამდენ ხანში დაიწყე შედეგის მიღწევა ოპერაციიდან პირველივე თვეს ხო. იმიტომ რომ ჩემი წონის მატება იყო ინსულინ რეზისტენტობა, რა თქმა უნდა, რომელიც შიმშილს იწვევს. და რა თქმა უნდა, ძალიან ულევი რაოდენობის საჭმელი. ერთ ჭამაზე მე მჭირდებოდა 3 კილოგრამამდე საჭმელი. Yes. მესმის. და ამიტომ კუჭი როცა აღარ მქონდა და ამას მიეცა პატარა ბანანის ფორმა. უკვე როგორც პატარა ბავშვს აჩვევ კვებას, ისე დავიწყე ჩემ თავის მართლა ტვინს უნდოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი მტერი მყავდა, ტვინი უკვე კუჭი დალაგებული მქონდა. დედა მტერი რო ამტერი ისეთი უნდა, ამნერი ძლიერი მტერი ჯერ არც დაბადებულა, არც გაუჩენია ღმერთს. ნამდვილად და შიმშილის ნაწილსაც, ანუ ის ნაწილიც ხო გეჭრება, რომელიც შიმშილის ჰორმონს გამოყოფს რეალურად. აჰა. ეგეც აღარ მქონდა დიდად, 23 კილო დავიკელი პირველ თვეს. ხო, იმიტომ დიდი წონა იყავი და ეფექტური კლება გეხდებოდა. კი, ნამდვილად. და მე უკვე ყოველ დღე მიყვა ჩემი კლება, უკვე რომ ვიწონიდი, ყოველ დღე -1 კილოგრამი მქონდა. რამდენი ხანია უკვე ამ წონას ინარჩუნე? 4 წელი. 4 წელი. იმიტომ რომ ჯანმრთელად ვიკვებები. და იმიტომ რომ ხელს უწყობს, სხვათა შორის იმიტომ რომ ბარიატრიის ერთადერთი dark side-ი ან უკუჩვენება არის ის, რომ მატება იცის, თუ ადამიანები ეჩვევიან მე და თავს მე უკვე ნელ-ნელა და მე რაღაცა ისე ვიწყებენ კუჭის გაზრდას. მითხარი შენი ცხოვრებაში რა შეიცვალა? შენს აი აქ რა შეიცვალა? შენს ყოველდღიურობაში რა შეიცვალა? ანუ სხვა ახალი ადამიანი გააჩინე რა. ადრე რო შემოვდიოდი ოთახში, ლამაზი ხარ, მაგრამ ზედმეტი წონა გაქვს დასაკლები. ხა მე ძალიან რბილად იძახი ამას. ახლა უკვე ლამაზი ხარ. მორჩა. ეგრეთ წოდებული beauty privilege, იმიტომ რომ მარტო წონის კლება ხო არ არის, წონის კლებამ დამიტოვა მეორე კომპლექსი, რომელიც იყო ზედმეტი კანი და ატროფირებული მკერდი, იმიტომ რომ 5 ზომიდან აღარაფერი აღარ დამრჩა. და მიწევდა დახურული ტასაცმლის ტარება და მე გადაწყვეტა პლასტიკური ქირურგია. 2 წელი ვეძებდი. რატო ეძებდი? რატო იყო რთული პოვნა? ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც გასალამაზებლად შედიხარ, ამაში იხდი უდიდეს თანხას და პირიქით ცხოვრება გიმახინჯდება. ისე რომ ამის გამოსწორება ძალიან ძნელია. ამის გამოსწორება ორმაგიჯდება, ამის გამოსწორება ძალიან მენტალურად რთულია. ჩემს ირგვლივ ამ პერიოდში მე როცა უკვე დავიწყე ძიება ძალიან ბევრი იყო ვინც ამას მიმართავს. ოღონდ ეს ტაბუირებული თემა არის და ძალიან inside საუბრობენ underground-ში. ხმამაღლა არ საუბრობენ და მე მესმის რატომაც. ხო, მესმის. გავიგე რატომაც, აწი უკვე ვიცი. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია კარგი ქირურგი. მარტო აქ არ არის პლასტიკური ხო არ არის მე სიცოცხლე გადამირჩიეთ პლასტიკური არის რომ ნაკლები შრამი დამრჩეს არ შემეტყოს როგორ დამეწყო ძიება
რა თქმა უნდა, ამ საკითხში ყველაზე გაცნობიერებულები არიან ტრანსგენდერი ქალები და მათგან გავავიკითხე და ვიპოვე 10 საუკეთესო პლასტიკური ქირურგი თუ გინდა პლასტიკური ქირურგი ვიპოვო, ტრანსგენდერი თუნდა გახვიდა, ყოჩა. მართლა ეგრეა. ტვინი მუშაობს, ვერ დავუწოდებ. 10 ქირურგი ამოვარჩიე, ამ 10-დან ციფრებიო როგორც თქვით და აღნიშნე, იქიდან 2 ამოვარჩიე და იმ 2-დან ერთი სხვათა ახას მეუბნებ უფრო ძვირს და მეორე უფრო ნაკლებს. ძვირიანისკენ მიმიწევდა გული, იმიტომ რომ ჩემთვის თანხას მნიშვნელობა არ ქონდა, მთავარი იყო 100, ანუ მიმეღო ის, რაც მე მჭირდება. მაგრამ იქაც რო რისერჩი გავაკეთე, ციფრებმა გადამიწყვიტა კომპანიის. აი, ინტრიგანი პაციენტი გაუჩნდი პლასტიკურ ქირურგიაში. ხო, იმიტომ რომ საჭიროა იყო გათვითცნობიერებული. აუცილებლად. მე რომ მივდივარ ჩემს ექიმთან, მე ერთი კონკრეტული ექიმი მყავს საქართველოში, ვისთანაც ვიკეთებ ყველაფერს და რომ მივდივარ, მე ვუყვები. ამას ეხა რო გავიკეთებ, ეს მოყვება, ზის თავს მიქნევს, კი შევთანხმდი, დავიშალეთ და ამბობს, რომ ეგრეა. და ყველა შენაირი რისერჩით მოდიოდეს, ანუ ყველა მე ვიცი ყველაფერი რა გართულება იქნება, მაგრამ ასე უნდა იყოს, სწორია ეს. აქაც ნიშანს მოვუხმე, რომ გთხოვმეთქი ნიშანი მომეცთქო. და ოპერაცია ჩანიშნული მქონდა აპრილში 25-ში. ნიშანი მომეცთქო და უცბად მომდის მესიჯი მეორე დღეს არ ვიგონებ, მართლა არ ვიგონებ, ანუ არ ვიტყუები. ის ოპერაცია რო 26 მარტს პირველ საათზე გადმოგიწიოთო, იმიტომ რომ მე ბარიატრიაც 26 მარტს პირველ საათზე გავიკეთე. ან სიხარულით გავფრინდი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ან სანდუხელში ვიყავი, აი არ ვიცი, შინაგანი მგრძნობელობა როდესაც გაქვს ადამიანს. ციფრები ძალიან მნიშვნელოვანია. მე აბდომინოპლასტიკაზე გადავედით. მე ესე მითხრა რომ კუნთები ძალიან გაქვს მორყეულიო. ეს შეიძლება ქალბატონს დაემართოს ორსულობის მერე, დიდი წონის კლების მერე. ან ასაკში შესვლის დროსაც. ამ კუნთებს მე მოგიჭიმავო. გაგიკეთებ ვაზერო ლიპოსაქციას და ზედმეტი კანის მოჭიმას გავაკეთებო და ორმაგ ნაკერს დაგადებოდა. ნაკერები მოხსნა მჭირდება თქო? არა, არ ჭირდება ნაკერებს მოხსნაო და მეთქი ამოიბურცება ნაკერი? არა მოიბურცებაო. და მე უთხარი, მე როგორც ვიცი, 2 კვირა წოლითი რეჟიმი უნდა გქონდეს, ანუ გასწორებული უნდა. რა სისულელეაო? მესამე დღეს გასწორდები წელშიო. მოკლედ, ერთ კვირაში გადაღებაზე ვიყავი. როგორ შემიყვანეს ოპერაციაზე არ მახსოვს საერთოდ. რო გავიღვიძე, გაბრაზებულმა გავიღვიძე. How dare you? ინგლისურად, რუსულად, თურქულად. რა ვიცი, რაინები წოდეს მე მაგ სპარსულად. როგორ გაბედეთ აქ რომ მაჩერებთ რიგში თქო და არ შეყავდა და ამ დროს უკვე გაკეთებული მქონდა ოპერაციები. რეაბილიტაცია როგორ გაიარე? გაბუჟებით გამიკეთეს. ტკივილი არ მეკვრწნია, არ ჯერათ. ვიდეო შევიძლია გაჩვენოთ. აი ესე როგორ დრენაჟებით, როგორ ცეკვავ. არ და დაქალი წავიყვანე, რომ რამე მოვხედე. და გადაწყვიტე, რომ ეს იყო ის თემა, რაც შეიძლება და გამختارიყო სხვა ქალების პლატფორმა. რა თქმა უნდა. რა არის შენი ბიზნესი? რისგან შედგება შენი ბიზნესი დღეს? მე ამას უფრო ბიზნესს არ ვუწოდებ. მე ამას უფრო ვუწოდებ, ვაკეთებ იმას მე რაც ძალიან მომწონს, სიამოვნებს და რაღაცა თითქოს სამყაროს ვუბრუნებ, იმიტომ რომ სამყარო რაღაცა მომცა და მგონია რომ ადამიანების და ქალების დახმარებით ეს ყველაფერი როგორ გიტყვით, მადლია. კი, არის. კითხვები მომდიოდა. აი, მე ვაპირებ და არ ვიცი ვისთან მივიდე. მე მესმის ჯერა მაგ შეკითხების რაოდენობა. კი, რა თქმა უნდა. Same page. კი, ეგ არის. როგორ გაიკეთე, სად გაიკეთე? უკვე მე და როცა ხედავე რომ საოცარი შედეგი გაქვს, შენ ავტორიტეტი ხდები მათთვის. დაარსდა GlobeMed Trust-ი. ეს კომპანია, რომელიც ეხმარება საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ემიგრანტი ქალბატონი გვყავს, რომ ჩავიდნენ სტამბულში ერთი კვირით. აი ეს რო ნოცნება ისე რომ თავი არ დაიზარალონ, სანდოხელში იყვნენ. წინასწარ რისერჩი უკვე ჩატარებულია, კვლევა უკვე ჩატარებულია, გზა უკვე იცი და ამ გზას არ იკვალავენ. შენ გაყვალულ გზაზე მიყავს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ GlobeMed Trust-ი უზრუნველყოფს პაციენტების იქ ტრანსპორტირებას ერთი კვირის განმავლობაში, წინა საოპერაციო გამოკვლევებს, ოპერაციას, საავადმყოფოს პალატას 2 ღამით, ჩეკაპებს ქირურგთან, თარჯიმნის სერვისს 24/7-ის. დიახ, სასტუმროს 5 ვარსკვლავიანს
დამატებული ამას ოპერაციის შემდგომ კორსეტებს, რაც საჭიროა და ჭირდება პანცეტებს, მაგალითად თუ საჯრომს იკეთებს პაციენტი, BBL ბალიშები გვქვია, ისინი მედიკამენტებს არ უწევთ პაციენტებს, ამაზე ზრუნვა. აბსოლუტურად ყველაფერი, თუ ბარიატრია არის გაკეთებული, ვიტამინებსაც კი თვითონ კლინიკა აძლევს პაციენტს და უკვე შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდში ზედამხედველობაც ეს ყველაფერი შედის და ამ ყველაფერს აკეთებს Globe Med Trust-ი. ფუნქციონირებს აპრილიდან, ჩამოვედი თუ არა. და არც ერთი უყოფილო არ ყავს. რა მაგარია. ყველა ხალი კონყოფილი და ბედნიერი. მადლობა სოფო რომ მესმის. რაღაცა რისთვისაც ვარ მოვლენილი ამ სამყაროში, ამდენი წვალება ყვილად რო არ გამივლი, აი მადლობა სოფო. ჩემთვის ძალიან დიდს ნიშნავს. სოფო, რამდენმა ქალმა გაიკეთა უკვე? რამდენი ქალი გენდო? მაისიდან დღემდე უკვე 101. ძალიან საქმეს აკეთებ. Lord have mercy. Let's see. ძალიან მაგარია. ანუ ქალებს აბედნიერია.